გამარჯობა ბიჭებო, უბრალოდ შეხედეთ რა ხდება ტელევიზორში. სასწრაფო ამბებია თქვენ უყურებთ პირდაპირ ეთერში. დევნას პოლიცია. დასდევს, როგორც ჩანს პოლიციის ჯივაგენს, ღმერთო ჩემო. ეს ნამდვილი პოლიციის დევნა? ხო, საპატრულო მანქანები კიდევ ერთ საპატრულო მანქანას მისდევენ, რა ხდება? ბორო, ეს საპატრულო მანქანა გვაგონია. როგორც ჩანს, დამნაშავე ცდილობს გაქცევას. ტიახის გაიქცა ადგილობრივ დღეში. ადგილობრივმა სოფლის მცხოვრებლებმა მარტივად შეუძლიათ სცადონ საპატრულო გოვაგონის პოვნა დღეში, დიდი ჯილდოსთვის. არა. დამნაშავე ის წავიდა. არა, პოლიციის ჯივაგენი სადღაც დღეშია დამალული. ამიტომ ეხლა მისი პოვნა შეუძლებელია. არ არსებობს. რას ამბობ? რამე გაიგე ჯილდოს შესახებ? შეგვიძლია ვიპოვოთ მიტოვებული ჯივაგენი, პოლიციის ჯივაგენი, სადღაც დღეში და ამისთვის ჯილდოს მივიღებთ. მაგრამ სლავ, ეს პოლიციის მანქანა, ეს არალეგალურია. ეს არალეგალური პოლიციის მანქანა. ან არ ვიცი, ეგ არ მაინტერესებს. მე ჯილდო მინდა. ვიპოვით, წავედით. არა სლავ, შეიძლება საშიში იყოს. დამნაშავე შეიძლება იარაღი ქონდეს. წავედით. კარგი, გავუმყევით. ეს ის გზაა, სადაც დევნამ ნახეთ. ხო ასია. ხო ასე ჩანს. ხო. ზემოდან ნახეთ. ვერტმფრენიდან. მაშ, პოლიციის ჯივაგონი სწორედ იქ მიდიოდა. და ის სადღაც იქ ტყეში შევიდა, ხო? მაგრამ სლავ, თუ პოლიციამ ვერ იპოვა, რატომ ფიქრობ, რომ შენ შეძლებ მის პოვნას? იმიტომ რომ ჩვენ ადგილობრივები ვართ. ჩვენ ფედერალურ პოლიციაზე მეტი ვიცით, ხო გესმის? ამიტომ ფიქრობ, რომ ჯივაგონი სადღაც იქ მოუხვევდა. ან შეიძლება იქ, ტყეში. რატომ ფიქრობ ასე? გონია ასეა, არ ვიცი. მოდი შევიდეთ ტყეში. არ მინდა სადმე წავიდე სლავო, საშიშია, წავიდეთ. წავიდეთ. მოდი. ალექს, წავიდეთ. ეს არის ტყეში შესასვლელი. ხო, აქ იმდენი ტალახია. ღმერთო, მეძინება. ფრთხილად იყავი. ხო, შეიძლება გორიდან ჩამოვარდე. სიამდვილეში ეს არის სწორი ადგილი. ჩვენ სწორ მიმართულებით მივდივართ, რადგან მხოლოდ რაზაც ტიპის off-road მანქანა შეძლებს აქ გავლას. ხოსეა? ხო, ჩვეულებრივი მანქანა ვერ გაივლის? ასე რომ პოლიციის ჯივაგონი რეალურად off-road მანქანაა. ასე რომ ჩვენ სწორ მიმართულებით მივდივართ. ეს შეიძლება იყოს მიზეზი, რატომ? პოლიციამ დაკარგა ეს ჯივაგონი. იმიტომ რომ პოლიცია off-road-ისთვის არა, ჯივაგონი კი off-road-ისთვისაა. ფრთხილად იყავი, ხო? ყველგან ძალიან ბევრი ტალახია. მოდით ამ გზას გავყვეთ და უფრო ღრმად შევიდეთ. ინთხეში. ღმერთო, ჩემო, ისე მეშინია. დამშვიდი. ვერ ვახერხებ. ხო, ასე რომ გზა სადღაც მიდის, მაგრამ არსად არ მივყავართ, იმიტომ რომ დავკარგეთ მიმართულება, დავკარგეთ ბილიკი. ხო, დავიკარგეთ. და შენ როგორ იცი საით უნდა წავიდეთ? ვიდეოზე ეს არ იყო დაფიქსირებული. დამშვიდი. ყველაფერი კარგადაა. მიტოვებული ჯივაგენი სადღაც ახლოს უნდა იყოს. იცი, ვზნობ ამას. დარწმუნებული ვარ, დღეს მიტოვებულ პოლიციის ჯივაგენს ვიპოვით. სადღაც ახლოს უნდა იყოს. სადღაც ამ ველუ ტყეში უნდა იყოს. დიახ, ეს დღე ძალიან შემზარავია. რა მოხდება თუ კრიმინალს კი არა, ვინმე სხვას ვიპოვით? დამშვიდი. ალექს, უსაფრთხოა. აქ ძებნა აუცილებლად უსაფრთხოა. ჩვენ აუცილებლად ვიპოვით მონსტრს. შუმად ეკავი, წავიდეთ. თითქმის დარწმუნებული ვარ, სწორ გზაზე ვართ. ჩვენ უბალოდ ვერ დავკარგავდით იმ ჯივაგენს, რომელსაც ვეძებთ. სადღაც ახლოს უნდა იყოს. ეს რა არის? შეხედე იმ ხეს. ჰეი, ალექს, მოდი აქ. ხედავ? ეს ჯივაგენის ნაწილის მსგავსია. ეს ჰაერის ფილტრს გავს ან რაღაც მსგავს. ეს მანქანის ნაწილია, არ არსებობს. ეს ნაგვის ურნაა, ანუ შეგვიძლია ნაგავი ჩავყაროთ შიგნით. შიგნით. რას ამბობ? გაგიჟდი? ეს რა არის? ჰეი, ეს კიდევ ერთი მანქანის ნაწილია. რაღაც ჰაერის კომპრესორი ან მსგავსი რა. შეხედე ამ მილის, კარგი? ეხლა დარწმუნებული ვარ, რომ სწორ მიმართულებით მივდივართ. ეს გევაგონის მანქანის ნაწილია. ამის ეჭვი მეპარება. შეიძლება მანქანის ნაწილია. ბიჭებო, აქ ნახეთ, ეს აუდის ნიშანია. აუდი, დარწმუნებული ხარ? არ არსებობს. ჩვენ Mercedes G wagons ვეძებთ, ასე რომ უფრო ყურადღებით ვიყოთ. სწორ გზაზე ვართ. იქნებ ეს სათადარიგო ნაწილია. შეიძლება აუდის რაღაც გამოიყენო Mercedes-ში. ბატონაც არა. კიდევ ერთი მეტალის რაღაცაა აქ. ეს ნამდვილად G wagons მანქანის ნაწილია. ხომ ასეა, ბიჭებო? მაგრამ რატომ არის ეს ყველაფერი მანქანის გარეთ? იმიტომ რომ ეს ბიჭი გიჟივით ატარებდა. ყველა ნაწილი ცვიოდა. ყველაფერი ნაწილებად იქცა. აი ამიტომ.
გულისმობ, სწორ გზაზე ვართ და ნახე რატო. ვაუ, ეს ამერიკული ნიშანია. გულისმობ ნომრის ნიშანი, სანომრე ფირფიტა, სანომრე ნიშანი. ხო, ეს იყო დამონტაჟებული G-Wagon-ზე და ისიც ჩამოვარდა. ეს ამერიკულია და ჩვენ ამერიკაში არ ვართ. მაგრამ ეს პოლიციის G-Wagon-ი იყო. ასე რომ ფიქრობ, ესეთი ტიპის პოლიციის მანქანას ამერიკაში იყენებენ. შემიძლია ეს ვივარაუდო თუ არა? ბიჭებო, დაწერეთ კომენტარებში რას ფიქრობთ, როგორი არის ტიპიური ამერიკული პოლიციის მანქანა. ასე გამოიყურება თუ სხვანაირად? თუ ექსპერტი ხართ, გთხოვთ კომენტარებში დაწერეთ და საერთოდ ნახეთ, ეს კიდევ ერთი მინიშნებაა ჩემს გამოძიებაში. და ეს 100%-ით სიმართლეა. ეს ნამდვილად მანქანის ნაწილია. პოლიციის სირენის ნაწილია, ბიჭებო. ეხლა მჯერავთ, ხომ ასეა? რას ამბობ? ეს ყველაფერი პლასტმასის ნაგავია. არა, ეს პლასტმასის ნაგავი არ არის. ეს ყველაფერი ჩემი გამოძიების მინიშნებებია. ჰეი! შეხედე იქ. ხების უკან. 911, what's your emergency? ღმერთო ჩემო ბიჭებო, ეს დაუჯერებელია. უბრალოდ შეხედეთ, ეს ნამდვილი მიტოვებული G-Wagon-ია. პოლიციის G-Wagon-ია. რამდენი ხანია აქ დგას? ესე იგი, ყველაფერი რაც ახალ ამბებში იყო, ნამდვილია. ეს არ არის ხალბი. ხო გეუბნებოდით. ეხლა შეგვიძლია ვცადოთ მისი სრულად აღდგენა, შეკეთება, რა თქმა უნდა, დაქოქვა და ამისთვის ჯილდოს მიღებაც შეგვიძლია. დიახ, ეს შეიძლება მართალია, მაგრამ შენ უკვე ფიქრობ მის აღდგენაზე. ეს საშიშია, ეს არალეგალურია და შეიძლება ბანდიტებიც ახლოს იყვნენ. ხო, მართალი ხარ. ასე რომ ცოტა უნდა ვიჩქაროთ, მაგრამ ნახე, აქ მანქანის კაპოტზე პოლიცია დაწერილი. ღმერთო, რა მაგარია. და ჩანს რომ აქ დიდი ხანი არ დგას აშკარად, იმიტომ რომ თითქოს ხეს ან პატარა ბუჩქს შეეჯახა, ან რაღაც მსგავს. აქ რამდენიმე დღეა დგას, ან რაღაც მსგავსი, სანამ პოლიცია ეძებდა მას. ღმერთო ჩემო, შეხედე ამ სისველეს და იმ სირენას. შეხედე, ეს ტოტია, პატარა ტოტი პირდაპირ სირენაშია. ამიტომ ვიპოვეთ ადრე გატეხილი პლასტმასი. ხო, მართალი იყავი. ხო, ეხლა ყველაფერი ნათელია. ეს ნამდვილი მიტოვებული G-Wagon-ია. უბრალოდ შეხედე შიგნით. ვაუ, რა ჭუჭყიანია და როგორც სუდადაა დამტრეული. დაუჯერებელია, ეს ნამდვილია. პოლიციის ნიშანია, აქ წერია პოლიცია. ღმერთო ჩემო, მაგარია. მაგრამ კიდევ არის საიდუმლო და მართალი ხარ. ასე რომ შეიძლება ვიღაც ამ ნამდვილი ორიგინალი პოლიციის G-Wagon-ი მოიპარა და ვიღაცას უბრალოდ მისი დამალვა სჭირდებოდა პოლიციისგან. ხო ასეა. მაგრამ ჩვენ ვიპოვეთ ის. მაგრამ წარმოიდგინე ეს. თუ ამ კაცმა პოლიციის მანქანა მოიპარა და ვერავინ იპოვა, წარმოიდგინე რას გაგვიკეთებ თუ ჩვენ გვიპოვის. მე გარმადარდებს. შეხედე, რა ძლიერია ეს ბორბლები. ეს სინამდვილეში ძალიან იშვიათი რამეა. შეხედე, რა კარგად გამოიყურება ეს G-Wagon-ი უკნიდან, ხომ ასეა? იქნებ ცადოთ და გავხსნათ, რომ ვნახოთ. ღმერთო ჩემო, შეხედე. უბრალოდ შეხედე. ეს ძალიან კარგია. ეს ძალიან კარგია. შიგნით ნამდვილი ხელბორკილებია. ეს ნამდვილად ამტკიცებს, რომ ეს ნამდვილი პოლიციის G-Wagon-ია. კარგია. სლავ, არ მგონია კარგი იდეა იყო შენი ანაბეჭდების დატოვება ამაზე. მოდი, არა უშავს. ამ ნიუტზე ჯილდოა დაწესებული. ეი, მოიცადე ამის გასაღები გაქვს? გასაღები. ანუ იცი ვინ ვარ? უბრალოდ ცდილობ. რატომ მე სლავო? მე ხომ სხვერპლი არ ვარ. ხო, მაგრამ შეიძლება როგორღაც დაკავშირებული იყო იმ G-Wagon-ის მოპარვასთან. მე ხო, მაგრამ მე უბრალოდ გადაგიყვანე. როგორ? ეხლა შენ ხარ ეჭუმიტანილი. რატომ მე ბიჭებო? ასე რომ მე მგონია რომ შემიძლია დავაბრუნო ის პოლიციის G-Wagon-ი და ეჭუმიტანილი პოლიციის განყოფილებაში. და შეიძლება ორმაგი ჯილდო მივიღო. მე მეგონა მეგობრები ვიყავით სლავ. რა საკეთებ? აუ! ღმერთო ჩემო, ნახე როგორ არის დაზიანებუმი. სინამდვილეში ამ კარებზე ტყვის ხვრელებივით ჩანს. და ასევე ჩანს რომ ვიღაცამ დააზიანა, მაგრამ ეს ლოგიკურია, რადგან დევნა იყო, ხომ ასეა? შეიძლება სხვა საპოლიციო მანქანები ეჯახებოდნენ ამას, ხო ასეა? ხო, ეს დევნა ნამდვილად რთული ჩანს. და შეიძლება სროლაც იყო. ნამდვილად, აქ იყო. მაგრამ შეხედე, ღმერთო ჩემო, შეხედე.
შენ მართალი იყავი სროლის შესახებ. ეს ნამდვილი იერარქია, ბიჭებო. და ის საკმაოდ საშიშია. მაგრამ შენ გიჟი ხარ, რა საკეთებ? არ შეეხო ამ იარაღს. დამშვიდი. ყველაფერი რიგზეა. ხო, ჩანს რომ გაჭედილია, შეხედე ამას. თან საკმაოდ ძველია და ბინძური, როგორც გევაგონიც. გონია რომ გატეხილი იარაღი უნდა იყოს მიზეზი, რატომაც ამ მანქანის კუდმა შეწყვიტა დევნა და გადაწყვიტა უბრალოდ სადმე აქ ტყეში დაემალა ეს მანქანა. მაგრამ მოდი გავხსნათ და ვნახოთ კიდევ რა არის შიგნით. სიყვარულო მაჯები მткиვა. გთხოვ მოაშორე ეს ჩემგან. ცდილობ გასაგები ვიპო. დამშვიდი. რატო თამადე ეს საერთოდ? უბრალოდ ვცდილობდი გამეგო ნამდვილი იყო თუ არა. ეს ნამდვილი გივაგონია. ესეთი რამე არასდროს მინახავს. ეს გამოიყურება. ისე უცნაურად და ამავდროულად ძალიან სასიამოვნოა. დრო, ბიჭებო, ნახეთ. ეს როგორც ჩანს მანქანის ვიდეო რეგისტრატორია. ასე რომ ბიჭებო, მოდით ამ ვიდეოს ქვეშ 10000 მოწონება დავაგროვოთ და მე გაჩვენებთ რა არის იმ ვიდეოში. როგორი იყო დევნა პირველი პირის ხედიდან, როგორ დაიწყო ყველაფერი და როგორ გახდა ეს მიტოვებული სატვირთო, G-Wagon მიტოვებული. ასე რომ დააწეკით მოწონებას და გამოიწერეს ჩვენი არხი თუ ჯერ კიდევ უყურებთ. მეტი აქტივობა, მეტი კონტენტი. არა რა ხდება? დავიღალე შენით და ამ ყველაფრით. 10000 ჯერ დაგარტყამ. არა. არა, აუ რა საკეთებ? მაშინვე მომაშორეს. დამშვიდი, ყველაფერი კარგადაა. ვეცდები გასაღებები მოგიძებნო. სინამდვილეში ეგ დროა. კიდევ ერთი საპოლიციო ნივთი იპოვე. ხომ ასეა? და შიგნით ბევრი პოლიციის ნივთია. თუ არ შემოწყვეტინე, ვეცდები გასაღებები მოგიძებნო, კარგი? უფრო სწრაფად კენი. ვცდილობ. აქ არის რაღაც დოკუმენტები, რუკა ან რაღაც მსგავსი, კიდევ დოკუმენტები და კიდევ რაღაცები. ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა სინამდვილეში, რომ ეს მანქანა ამერიკის შეერთებული შტატებიდან არის. აქ ხედავთ დროშას და სანომე ნიშას, ავტორიზებულ ბრედის მოდელს და სხვა რაღაცებს. ასე რომ ეს ნამდვილი ოფიციალური საპოლიციო მანქანაა. ვიღაცამ ეს მანქანა უბრალოდ უაზროდ მოიპარა. არ ვიცი რატო. სლავ, არ მგონია ეს კარგი იდეა იყოს. შეიძლება დაგვაკავონ აქ. არა, ჩვენ დალაბრუნებთ მას და ჯილდოს მივიღებთ. დამშვიდი, ყველაფერი კარგად იქნება, ბა, კარგი? ისინი ვერ გაიგებენ. ბევრი სხვადასხვა რამეა. სიამდვილეში თხვის მასრებიც ვიპოვე. ნახე, თითქოს საშიშია, ხომ ასეა? იქ სროლა იყო, სლავ. დადე ეგ. არ შეეხო. არ დატოვო შენი ანაბეჭდები. ხო, ნამდვილად. გონია მანქანის ქურდი იმ მანქანას ისე იპარავდა, როგორც ბანკის ძარცვის დროს, მაგალითად. ხო ასეა? მას შემდეგ რაც მანქანის ქურდმა ფული მოიპარა, მას მხოლოდ ერთი შანსი ჰქონდა პოლიციის მანქანის მოპარვით გაეჩინა მანქანების დევნა. ამიტომ ის იმ მიტოვებული პოლიციის G-Wagon-იდან ისროდა. ხომ ასეა? ამიტომაც მივიღეთ. მასრები შიგნით. შეიძლება მართალია, მაგრამ გთხოვ, ფრთხილად იყავი ამ იარაღის სასხლეთთან. კარგი, როგორც შენ იტყვი. მაგრამ ბოლოს და ბოლოს კარგი ამბავი მაქვს. ბრელოკი. ასე რომ, მომეცი გავხსნა შენი. ხელბორკილი. ეხლა გოგს კარგი წყვილი ხელბორკილი. ამიტომ ვფიქრობ, ეხლა კარგი დროა ცადოთ გავისცეთ და დალძრათ ეს მიტოვებული პოლიციის G-Wagon-ი. პოლიციის G-Wagon-ია, ხო ასეა? უნდა გავხსნათ მანქანის კაპოტი და ვნახოთ რა არის შიგნით. აი ასე. ხო. ნახე, ეს რაღაც ცოტა დაღლილად გამოიყურება. იმედია მხოლოდ ცოტა. მოდი ნახოთ რა გვაქვს აქ. და დაქოქე, კარგი? სამწუხაროდ ჩვენთან არანაირი ინსტრუმენტი არ მაქვს, მაგრამ ეს ძრავა უნდა დავქოქოთ და რაც შეიძლება მალე დავტოვოთ ეს ტყე. იმიტომ რომ ყაჩაღები შეიძლება მოვიდნენ? არა, იმიტომ რომ რაც შეიძლება მალე უნდა მივიღოთ ჩვენი ჯილდო. სტაფ, არ მგონია რომ პოლიცია გაიგებს რატომ იპოვე ეს მანქანა და რატომ გადაწყვიტე რომ ისინი ამ მანქანასთან მიიყვანო. ანუ მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ისინი ჯილდოს მოგცემენ. ამაში დარწმუნებული ვარ. ესეთი ძრავი არასდროს მინახავს. ესე რომ ცოტა დრო მჭირდება რომ ვიმუშაო მასზე და ცადო მისი აღდგენა. მე მაინც ვფიქრობ რომ უნდა ვიჩქაროთ. ჩუმად იყავი, მუშაობ ამაზე. რამე არასწორია საწვავის ტუმბოში. გონი ელექტროენერგიის პრობლემა გვაქვს. ნახეთ ბიჭებო, აი აქ ეხლა შეიძლება ანთებაც იყოს. მოდი ვცადოთ ძრავის დატრიალება. გონი ჩვენი მთავარი პრობლემა ისაა რომ შეიძლება ციხეში ჩაგვსვან. არ არსებობს. ვაუ, ნახე რა მაგრად გამოიყურება. ეს მძღოლის სავარძელია. ხო, ძალიან მაგარი და ლამაზია. ძალიან მომწონს. კარგი, მოდი ვცადოთ ძრავის დაქოქვა. სად იყო გასაგებები? აი გასაგებები. მოდი ვცადოთ გაუშვათ და მართოთ.
მიდი. კინაღამ გამოგვივიდა. რაღაც არასწორია. გონი უნდა ვიმუშაო. საწოვის ტუმბოსთან უნდა ვიმუშაო. მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ძრავა ტრიალებს. ასე რომ გაჭედილი არ არის. ეს უკვე კარგია. ასე რომ შეგვიძლია ეს მიტოვებული G-Wagon-ი გადავარჩინოთ. მოდით გავაგრძელოთ საწოვის ტუმბოზე მუშაობა. ეს საწოვთან დაკავშირებული რაღაცა? არა. იქნებეს. გაჩერდი. და რა მოხდება თუ ძრავა წყვიამ დააზიანა ამ სროლაში? ეს შეიძლება იყოს ნამდვილი პრობლემა. მე მაინც ვფიქრობ, რომ შეგვიძლია მისი შეკეთება. რატომ ხარ ყოველთვის ასე დარწმუნებული? მე მანქანების ექსპერტი ვარ. ეს ჩემი პროფესია. ყოველთვის დარწმუნებული ვარ, რას ვაკეთებ. ამაზე ნუ იდარდებ. ეს საწოვის ტუმბოა და ვფიქრობ, რომ მას გავაუმჯობესებ როგორც 2 ან 3 წამით. ვფიქრობ, ამ მიტოვებულ პოლიციის G-Wagon-ს სრულად ავადგენთ და ძალიან მაგარი გამოვა. თუ არ ვწდები, ყველაფერი სწორად გავაკეთე და ეხლა ეს საწოვის ტუმბო მზადა. გონი დრო ვცადოთ. წავედით. გაჩერდი არ დაგავიწყდეს რომ G-Wagon-ი პოლიციის განყოფილებაში უნდა დააბრუნო. ხო, მაგრამ ჯერ მგონი უნდა გავასუქთაოთ და ასე შემდეგ. ხოლასია, რომ კარგი გარიგება გამოვიდეს. ხო, გავაკეთებ. მგონი პოლიციაზე კარგ შტაბეჭდილებას მოახდენს. ხო. ეხლა უნდა ვცადოთ, ჯერ გავუშვათ და ვატაროთ, მერე შეიძლება რესტავრაცია და სხვა რაღაცები. ხო. სინამდვილეში ეს პოლიციის G-Wagon-ი ძალიან ბინძურია და აქ იმდენი ნეხვია, იმდენი ფოთოლია და სხვა სახის ნაგავია. აბა რატო დგას აქ? საერთოდ არ ვიცი. მოდი ახლა ვცადოთ. ეხლა დენი გვაქვს და ყველაფერი მუშაობს როგორც ჩანს. დიახ, ჩვენ შიგნით ვართ. ხო. შესანიშნავია. კარგი საქმეა. ეხლა დროა ბაზაზე წავიდეთ. წავიდეთ, დავტოვოთ ეს დღე ეხლა. წავიდეთ ამ თხიდან. ღმერთო, ეს G-Wagon-ი ძალიან მაგარია. ფრთხილად გაიარე ხეებს შორის. კარგი, მგონი იმ მიმართულებით უნდა წავიდეთ. სინამდვილეში ერთი პრობლემა გვაქვს. რა სახის? ეს მანქანა ძალიან კარგია და მაგარია, მაგრამ როგორც ჩანს, ცოტა გაფუჭებულია. ხო, სრული ანძრავი არ გვაქვს. უბრალოდ მოდრავთ. უკანა წამყვანით? ისეთი ყველგანმავალი არ არის, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო. ნახე? უნდა ვცადოთ. გადავხდეთ. გადაახტი იმ რაღაცას. ეს ცოტა რთულია. მაგრამ ვეცდებით, რომ ეს გავაკეთოთ. წავედით. მიდი უფრო სწრაფად. ხო, ეს გავაკეთეთ. შესანიშნავია. ასე რომ უნდა გავაგრძელოთ. კარგი? შვენიერია. შენ უბრალოდ ჭრი ხეებს. ვაუ. ხო, ეს ცოტა რთულია. კარგი, მოდი ფრთხილად ვიყოთ ამასთან დაკავშირებით. ღმერთო ჩემო. იქ არის ხე. ხო, ხეს შევეჯახეთ. მონინო ცადოთ გადავიაროთ. ხო, დიდია. 1, 2, 3. წავედით. გონი მეტი ძალა უნდა დავამატო, რომ გადავხდე. მოდი წავიდეთ. ხო. ჰეი, ეს გავაკეთეთ ხოლასია? პრობლემა გვაქვს. სირენა ჩამოვარდა. ღმერთო ჩემო. თო, აიგე სირენა. არ მჭირდება. ძალიან მჭირდება. მოდი, აიგე. ღმერთო ჩემო, უნდა გამოვიდეთ ამ თხიდან და პოლიციის განყოფილებაში ამ ბაზაზე წავიდეთ. არ უნდა ავიღოთ პოლიციის სირენა სახურავიდან, რომელიც ძალიან გჭირდება. აიღე, ეხლავე. ეგ რაღაც მართლა გჭირდება, იმიტომ რომ ამ პოლიციის G-Wagon-ს ვაპირებთ ავადგინოთ. და სირენის გარეშე როგორ შეიძლება, არა? მოდი. აი აქ არის. კარგი, სლავ. ეხლა მზად ვართ წასასვლელად. ხო, კიდე უნდა წავიდეთ დღეში სადღაც, გავაგრძელოთ გზა. კარგი, აქ ძალიან ფრთხილად იყავი. წამოდი. არ უნდა გავჩერდეთ. ოდნა უნდა წავიდეთ. თავარია რომ არაფერი მნიშვნელოვანი აქ დავაზიანოთ, ღმერთო ჩემო. ჩვენ ყველგან დავდივართ, ასე და ისე მოძრაობთ. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ერთ ადგილას ვჩებით. არსად არ მივდივართ, სლავ. არა, უბრალოდ ცოტა უნდა შევაბრუნოთ. უბრალოდ მიმართულება უნდა შევცვალოთ და მერე სწორ გზაზე გავალთ. ხო, ჩვენ ემს ვაკეთებთ და გგონია რომ პროფესიონალი მძვოლი ვარ, ხომ ასეა? თუ პროფესიონალი იქნებოდით, ხის შუა გულში არ გავიჭედებოდით. მოდი, საერთოდ არანაირი პრობლემა არ არის. ჩვენ არ გავიჭედეთ. უბრალოდ მიმართულებას ვცვლით. ძალიან მნიშვნელოვანია გზის გაგება.
და ჩვენ ამას სწორად ვაკეთებთ. ჩვენ პრობლემები არ გვაქვს. ჩვენ არ გვაქვს არანაირი პრობლემა. ჩვენ უბრალოდ გავდივართ ხეებს შორის. ჩვენ პრობლემები ზღვაში ვართ ჩაძირულები. არა. ყველაფერი კარგადაა. ეს ძალიან კარგია. ძალიან მიყვარს. მე ვხედავ გზას. ასე რომ იმ მიმართულებით წავიდეთ და ეხლა ამ დღეს დავტოვებთ. გონი, გოლოს და ბოლოს. ხო, ნაცნობად გამოიყურება. ხო, რა ძალიან ბევრი ხეა. აქ ბევრი ხეა. ხო, აქ ძალიან ვიწროა, ხო ასეა. ხო, ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ. ფრთხილად. არ ვიცი, ნახე იქ. მან კარი დაკაწრა. დაატეხე ტოტი. კარგი საქმე გააკეთე. ასე რომ არა. არ არის პრობლემა, აქ რაღაც ჭრიალი ისმის. არ არის პრობლემა. ხო, აქ არის გზა ბიჭებო. აქ არის გზა. ბოლოს და ბოლოს. ხო, შეგვიძლია იმ მიმართულებით წავიდეთ და ეხლა თავისუფლები ვიქნებით. წავიდეთ. კარგია, ძალიან კარგია. არ ფიქრობ, რომ თავისუფლები ვართ. ვართ, ნამდვილად. დაგვაკავებენ, როგორც კი გარეთ გავალთ. წარმი, წავიდეთ. შევძელით, ლაბირინთში მივდივართ. დაჯერება ძნელია. პირველ რიგში გადავწყვიტეთ სირენა დაგვებრუნებინა, რადგან ტყეში თითქმის დავკარგეთ. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ გივაგონს სრულად გაგვესუფთავებინა, რადგან ადრე ეს მიტოვებული პოლიციის გივაგონი იყო. მაგრამ ეხლა გადავწყვიტეთ სრულად აღვერბინა, რომ ახალივით გამოიყურებოდეს. პირველ რიგში მოვაშორეთ მთელი ჭუჭი, ფოთლები და ტენიანობა. ასე რომ ეხლა კიდევ უფრო ლამაზია. ასე რომ პოლიციის ნიშნები ეხლა ამოსაცნობია, მაგრამ ისინი დაზიანებულია. მოგვიანებით აღვადგენთ მათ. მაგრამ ეხლა მოდი კაფი დავასხათ მათზე, რომ კიდევ უფრო სუფთა იყოს. ეს ლამაზი ვარდისფერი კაფი ძალიან კარგად გამოიყურება, მაგრამ უნდა ჩამოვერცხოთ, რომ რაც შეიძლება სუფთად იყოს. ასე რომ მას შემდეგ რაც გვაგონი გარედან სრულად გაიწმინდა, დროა გადავიდეთ სალონში და მთლიანად გავასუფთავო. ჩვენ მოვაშორეთ ყველა ჭუჭყი, მწვერი და ჟანგის ნაწილები სავარძლებიდან და სხვა დაფებიდან. ეხლა დროა გადავხედოთ მეტალს. მე და ჩემი გუნდი მუშაობთ როგორც პროფესიონალები. ჩვენ ვადუღებთ ჭრით მეტალს და ყველაფერს სწორად ვამზადებთ. ახალი ნაწილების დაყენების შემდეგ ყველაფერი კიდევ უფრო უკეთესი გახდა. ის ძალიან ლამაზად და ბრწყინვალედ გამოიყურება ახალი მეტალის ნაწილით, მაგრამ ეხლა დროა შევღებოთ და გავხადოთ ისეთივე ახალი, როგორც თავიდან იყო. ვუსვამთ თეთრ საღებავს და შავსაც, რა თქმა უნდა, როგორც ადრე იყო. ასე ვაახლებთ ასოებს და პოლიციის ნიშნულს და ახლა ის ძალიან ლამაზად და კარგად გამოიყურება. უბრალოდ შეხედეთ, ეს თითქოს სრულიად ახალი პოლიციის G-კლასის გელენდვაგენია. ის ძალიან მაგრად გამოიყურება და ბიჭებო, თუ ადგენის პროცესი მოგეწონათ, არ დაგავითხრეთ ამ ვიდეოს მოწონება და ჩვენს არხზე გამოწერა ახლავე. გარდა ამისა, ძალიან საინტერესო რაღაცას გაჩვენებთ. გონია რომ გვაქვს იდეა, როგორ შეგვიძლია გადავაკეთოთ ეს პოლიციის მიტოვებული სატვირთო. მინდა რომ უბრალოდ არ აგვადგინო ეს მიტოვებული პოლიციის გელენდვაგენი. მინდა რომ ის ახალივით გამოიყურებოდეს და დავამატო მაგარი სტილური იერი. მაქვს ძალიან ბევრი ნაწილი და სხვადასხვა დეტალი რომ დავამატო ამ ძველ გელენდვაგენზე და ის ახალივით გამოიყურება. Pimp that bad boy. მოიხედეთ ამ მანქანის ფარებსა და დეტალებს. ამას დავამაგრებთ ძველ მანქანაზე და ის ახალივით გამოიყურება. ეს სტილური და მაგარი სარკეებიც უკანა მხარეს დამონტაჟდება. ეს ძალიან მაგარი პროექტი იქნება.
მაგრამ ბიჭებო, ეს ცოტა რთული იქნება. ასე რომ თუ გინდათ ეს გავაკეთო, გთხოვთ არ დაგავიწყდეთ ამ ვიდეოს მოწონება. მოდით ამ ვიდეოს ქვეშ მივიღოთ 15000 მოწონება და მე გაგიკეთებთ კარ ვიდეოს თუ როგორ ვაქცევ ძველ მიტოვებულ G-Wagon-ს ახალ AMG 63-ად. გარდა ამისა, ეს იქნება ბრაბუსის ვერსია. ის ძალიან ძვირადღირებულად და ძალიან მაგრად გამოიყურება. სიყვარული. ვაუ, ეს ძალიან მაგარია. ვიქემო, მოდით რაც შეიძლება მალე მივიღოთ 15000 მოწონება, რომ სლავამ ეს ძველი ჟანგიანი G-Wagon-ი ახალ AMG 63-ად გადააქციოს. კი, დაწუნებული ვარ, ძალიან მაგარი გამოვა. ის ბევრად უკეთესად თანამედროვეივით გამოიყურება და ეს პროექტი ძალიან კარგი იქნება. ასე რომ ბიჭებო, ეხლა ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. უბრალოდ გამოიწერეთ ჩვენი არხი და ლაიქეთ და კომენტარები დაწერეთ. იმედი მაქვს მოგეწონათ ეს ვიდეო. როგორც უნდა იყოს, მე სლავ ვარ და ეს ალექსია. მალე შევხვდებით. ეს პროექტი მაგარი იქნება.